შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მე-14 ავი ბედისწერა ლევან რაზიკაშვილისა. სიკვდილზე მუდაღომდები ყველას რა დაგკლავს სიკვდილო რადარ თვითონ აკვდებიო შენ ვერც ბუნება გაშინებს ვერც ეს დიდრონი მთებიო რამდენი გმირი ჩაყლაპე შენ მაინც ვერ აძღებიო ერთიღა დაგრჩა სახელი ერთიღა დაგრჩა სახელი ვერაფერს ვერ უშვრებიო სახელს ვერ მოსპობ ვერ ჩენა ვერც საუკუნო წლებიო სახელი ქვეყნა დარჩება მიწას ლეში დაწვლებიო ორივე სახავს პატრონი ვერც ერთს ვერ შაეხებიო გმირებს ნუ დაეჩინდები სიკვდილო დამარცხდებიო შიბათით ძალგაზახდა მაინც მოკლავსა და მემალები 28 აგვისტოს აღმასკომის თავმჯდომარე სერგო სურგულაძე 12 მილიციელით 2 წალისაკენ რომ გაეშურებოდა რათა გზა გადაეკეტა შეფიცულთათვის სოფელ არტანთან არც მისულიყო 2 მილიციელს ლევან რაზიკაშვილთან რომ აფრენდა მაღაროს კარისა თუ შავის წყლის მილიციის უფროსთან ჯერ კიდევ მენშევიკების ხანიდან მოკიდებული ახალი რეჟიმი მაშინვე რომ არ მოინდომებდა მის გამოცვლას თუმცა ეჭვით კი მიადევნებდნენ თვალს მის ყოველ ნაბიჯს და უსათუოდ კარგა ხანს და მალულად კრებდნენ ცნობებს მის ირგვლივ თორემ მხოლოდ ეს შეხვედრა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ასეთი საბედისწერო არ გაუხდებოდა თუ თავის ადგილას არ დატოვებდნენ იქნებ დატუსაღებითაც დაეტუსაღებინათ დახვრეტას მაინც მოერიდებოდნენ მით უმეტეს წერლები ითხოვდნენ მის შეწყალებას ეს ეპიზოდი რაღაც გამონაკლისი კი არ აღმოჩნდებოდა ლევან რაზიკაშვილის ბიოგრაფიაში არამედ დაგვირგვინება ნამდვილი საქმიანობის დიდად რომ არ განსხვავდებოდა შეფიცულთა მოძრაობიდან და ასევე გაგრძელება მათ შორის უშუალო ჩადგომა იქნებოდა და თავისი თანაკლასელის უახლოეს გარემოცვაში ისიც ამოჰყოფდა თავს ამდენს აღარ დააცლიდნენ მიზეზს კი სულ ადვილად უკრებდნენ რაკიღა ნაცვლად იმისა რომ გზა მოეჭრა ქაქუცა ჩოლოყაშვილისათვის სულაც მისი მეგზური შეიქმნებოდა რათა ის უხიფათოდ გადასულიყო შავის ტყებილიკებით ტანკისის ხეობაში იმ 2 მილიციელს კი ის ამბავი უნდა ეცნობებინა ლევანისათვის შუაფხოში დახვდი აღმასკომის თავმჯდომარეს თანაც მოერიდე არაგვის ხეობით სიარულს რადგანაც ბანდიტები ამ გზით იხევენ და ვაი თუ გადაეყარო მან ყურადღება არ მიაქცია ჩემს წინადადებასო თავს იმართლებდა იმას კი ძრახავდა სერგო სურგულაძე თავის ჩვენებაში მაინც და მაინც არაგვით წამოვიდა და სოფელ ხომის ძირში ბანდიტებს გადაეყარა ჩემს მიერ გაგზავნილ მილიციელთაგან ერთი მოკლეს და ერთიც განაიარაღეს თვითონ ლევანი კი თავის ხელქვეითებიანად ტყვეთ დანებდაო
ჯარი რომ ფეხს მოიკიდებდა ამ მიდამოებში და პარტიზანებს ყოველმხრივ მოაქცევდნენ ალყაში, მათი მეთაურის კვალი გაქრებოდა. ეგაა, მოყურადენი დანამდვილებით გამოარკვევდნენ მისი მგზავრობის მარშრუტსაც და მეგზურთა ვინაობასაც. მიხა ხელაშვილის სახელით ძალდაუტანებლად ამოტივტივდებოდა მოთვალთვალეთა ცნობებში. ჩარგლისათვის ტყეში სწორედ იგი რომ დახვდებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მისი გიმნაზიის მეგობარს და ლევანისაგან გადაიბირებდა ბელადის გამყოლობას. ჩვენების ჩამორთმევისას არავითარი აზრი არ ჰქონდა ლევანისაგან ამ შემთხვევის უარყოფას. ამიტომაც დადასტურებით კი დაადასტურებდა, მაგრამ ისე მოიხსენიებდა ტყეში დახვედრილ კაცს. დიაკვანი, რომელიც თავის თავს ასახელებს ხელაშვილ მიხეილად. თითქოს იმ წუთას გაეცნოს და არც სჯეროდეს მისი ნათქვამი, ნამდვილ სახელს არ მეტყოდაო. ამ დადასტურებას იქნებ იმ მხრივ მაინც ეშველა, რომ ძალიანაც არ ჩასძიებოდნენ მათ ურთიერთობას და თანამზრახველებად კი არ მიეჩნიათ, არამედ უნებურად გადაყრილ ადამიანებად, რომელთაგან ლევანი იძულებით მიჰყვებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს, როგორც მისი ტყვე. რისი უარყოფის საშუალებაც ჰქონდა, კიდეც გაჯიუტდებოდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილს ნებით კი არ ჩალბარებულ ვარ, ხომის ძირის დუქნის ნანგრევებთან შესასვენებლად შეჩერებულ მე და ჩემს მილიციელებს პარტიზანებმა ალყა შემოგვარტყესო. სერგო სურგულაძისა და მისი მილიციელების შვაბხოში ყოფნის ცნობა კი ხევსურებმა მიაწოდეს ქაქუცას, მანაც 8 კაცი გაგზავნა და მათ შეიპყრეს ის 12 კაციანი ჯგუფიო. ქაქუცამ ლევანსაც ხომ არ მისცა რაიმე დავალება. არც ამას უარყოფს ვაჟა-ფშაველას ვაჟი და იმასაც აღიარებს, ხევსურეთში წასვლა მირჩია, ამისთვის ერთი დღით გამათავისუფლაო. პასუხად ლევანი როგორღა მოიქცეოდა. 10 დღით გარიდებია პარტიზანთა მეთაურს, მაგრამ 10 დღის შემდეგ კი შეხვედრია სოფელ ხომში. რა მაიძულა, რომ დამალვის მაგიერ ისევ წარუდგა თავის დამტყვევებელს. ამას აღარ დააზუსტებდა, მხოლოდ იმას აღიარებდა, რომ სიკო ჩოლოყაშვილი ქაქუცას პანკისის ხევში გაეგზავნა დავალებით, ალექსანდრე სულხანიშვილი დარიალში, მიხა ხელაშვილი კი ჯანგირა იანვარაშვილის მოსაძებნად ეფრინა ხომის სიახლოვეს რომ ცხოვრობდა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი როგორ გამოიყურებოდა, რას ამბობდა, უშუალო მიზეზებზე ხომ არ გამოტყდაო, პესიმისტურ განწყობილებაზე იყო. ესაა და ეს ლევანის პასუხი. მერე უცნაური ფრაზები ჩნდება, რადგანაც ერთმანეთში იზილება უნებური წამოწდენა და ტაქტიკური მოსაზრებით ნათქვამი ტყუილი. ქაქუცა ლევანს ტოვებს თიანეთში, რათა ფშავში აჯანყებისათვის განაწყოს მოსახლეობა. ლევანი კი გადაწყვეტს, აიყვანოს ქაქუცა, რომელიც უკვე პანკისშიც იქნება ჩასული. ცხადია, ამას არავინ დაუჯერებდა, მაგრამ იგი მაინც მოებღაუჭებოდა ამ ვითომ და განზრახვას, რათა ეგებ ის მტკიცება გაემყარებინა როგორმე. ჩემი ის მოქმედება შიშრობის ბრალია და სხვა არაფრისო. დგებოდა ლევან რაზიკაშვილის საბრალდებლო საქმე. ერთ-ერთმანეთზე დამამძიმებელი გარემოებანი იყრიდნენ თავს. შემამსუბუქებელნიც ჩნდებოდა, მაგრამ იმათ ისე გადაატარებდნენ თვალს, ადვილად ცნაურდებოდა, თუ როგორ წარიმართებოდა გამოძიება და განაჩენიც რა სიმწვავისა იქნებოდა. ჩვენებებს საკმაოდ მოკრებდნენ, თუმცა ზედმეტად ჩათვლიდნენ,
ვახტანგ რაზიკაშვილის ჩვენების ჩართვასაც ამ ციკლში იმას თავისი მოვალეობა აღესრულებინა. სულაც იმისაგან შედგენილიყო მთელი ეს საქმე და აუცილებლობას ვეღარ დაინახავდნენ მაინც და მაინც ოფიციალურად აღბეჭდილიყო ის გულსაკლავი ამბავი ძმისაგან ძმის უღუთო გამეტება რომ ჰქვია. ქაკუცა ჩოლოყაშვილს ერთად შეხვდებოდნენ ძმები და ამბოხის წინამძღოლს ვახტანგისათვის მაუზერიც ეჩუქებინა. შინ დაბრუნებული დედას რომ გაუმჟღავნებდა ფარული შეხვედრისას და იარაღის ჩუქების ამბავს, ის ძალიან შეშინდებოდა. მხოლოდ შეშინდებოდა თუ ასეა თუ ისე შვილს სასწრაფოდ გაგზავნიდა მილიციაში აღიარებით, რაც ტრაგიკულად უნდა დასრულებულიყო ერთის გერისა და მეორის ნახევარ-ძმისათვის. მილიციის მაგიდაზე იდო ის მაუზერი, ნივთ მტკიცებად გადაქცეული, არადა იმ იმედით გაწვდილი ვაჟა-ფშაველას უმცროსი შვილისათვის კიდევაც დაიზრდებიან ალგეც ლეკვები მგლისანიო, თუ შეფიცულნი ვერ აღასრულებდნენ თავიანთ ვალს და ვახტანგის თაობას ეთავა ქვეყნის გამოხსნის მისია. ერთ ხმაწვილს ჩუქნიდა ქაკუცა და მთელ ახალგაზრდობას გულისხმობდა, რომელთაც უნდა გადაბარებოდათ ან სახელმწიფო და მისი პატრონობა და ან სახელმწიფოს ამოგებისაკენ სწრაფვა. მე თუ დავიღუპე, ჩემი ძმა იქნება ჩემი შემცვლელიო. ამგვარი განცდა უსათუოდ გაუჩნდებოდა ლევანს. ეს იმედი რომ არ ჰქონოდა გიმნაზიის მეგობართან ვახტანგს არ წაიყვანდა. პარტიზანული რაზმის ბელადის პირისპირ ხილვა უფრო აღამთებს მაწვილს დამოუკიდებლობის აღდგენის წყურვილითო. ბრალდება ჩაითვალოს დამტკიცებულადო. ესე ჩვენებათა შეფარდებით გამოტანილი დასკვნა. ბრალდება ბანდიტიზმში თანამონაწილეობა და თვითნებური მიტოვება სამსახურისა, რასაც თვითონაც არ უარყოფს და თავს მიიჩნევს ჩოლოყაშვილის ბანდის აქტიურ წევრად. მას რომ არ გაეცილებინა ჩოლოყაშვილი პანკისის ხევში, ის ვერ მოახერხებდა მიმალვას მართლმსაჯულებისაგან. სურვილის შემთხვევაში მას შეეძლო თავის მილიციელებთან ერთად მოეკლა ან ტყვედ ჩაეგდო, რადგანაც დევნილნი სულ 4 იყვნენ. გაუხსენებდნენ, რომ სკოლის ასაკიდანვე იყო სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი, რაც გამოძიებისა და ხელისუფლებისათვის მუდაოდ ნიშნავდა, რომ ლევანი არა იძულებით, არამედ შეგნებულად უწყობდა ხელს პოლიტბანდით ჩოლოყაშვილს, ხოლო რაკიღა საკმაო ზეგავლენა მოეპოვებინა ფშაველებზე, მიზან მიმართულად არღვევდა საბჭოთა ხელისუფლების ავტორიტეტს და პრესტიჟს, რასაც მისივე მოქმედება ადასტურებდა. რომ არ გაეცილებინა ჩოლოყაშვილი პანკისის ხეობაში, ოპერაცია შეიძლება დამთავრებულიყო და ბანდა ამჟამად ლიკვიდირებული ყოფილიყო. ხედავთ, რაოდენ უმძიმებენ დანაშაულს. მას და მხოლოდ მას მიაწერენ ქაკუცა ჩოლოყაშვილის გასხლტომას და პარტიზანული ბრძოლის გაგრძელებას. თითქოს ეს მეგზურობა რომ არა, წინააღმდეგობის მოძრაობის მეთაურის შეპყრობა არ გაუძნელდებოდათ. მანამდე არ ჰყოლია ქაკუცას გვერდით ლევან რაზიკაშვილი. ვეღარც ამის შემდეგ ეყოლებოდა. ჩაიგდეს ხელში განა
თბილისში შევიდოდა და გამოვიდოდა უნებლად 1924 წლის აჯანყების წინარე ხანს და მაშინაც ვერ მოიხელთეს ყველა და ყველაფერი მის შესაპყრობად რომ იყო გამზადებული და პანკისისაკენ რომ ლევანი არ გამოსჩენოდა გამყოლად არავინ იყო მისი გზის ჩამკეტი და ჩოლოკაეველების გამნადგურებელი დროზე ადრე ვიდრე ბედის წერა უმუხთლებდა. რაკიღა მას ვერ მისწვდებოდნენ, შური ხომ უნდა ეძიათ ვინმეზე და აგერ ლევან რაზიკაშვილი, რომლის მოდრეკვაც შეუძლებელი ჩანდა და განაჩენში მისი პიროვნული ხასიათის ეს თვისება თუ ეს გარემოებად საგანგებოდ აღინიშნებოდა. როგორც მშრომელი ხალხისა და პროლეტარიატის თავგამოდებული მტერი სიკვდილამდე დარჩება გამოუსწორებელი, რასაც ამტკიცებს მისივე მოქმედება, როგორც ჩოლოყაშვილის ბანდის აქტიური წევრი შეიპარა საბჭოთა მუშაკებს შორის ჩოლოყაშვილის მიერ მიცემული დავალებების ცხოვრებაში გასატარებლად. დაშვენდებოდა ლევან რაზიკაშვილის ბიოგრაფიაც და საქართველოს ზნეობრივი ისტორიაც ამ მეგზურობით, მაგრამ ყირაზე დამდგარ რეალობას თავისი ნორმები და კანონები ჰქონდა, ახალი წესრიგის შესაფერისი, რაც ვერაფრის დიდებით ვერ აღგუობდა, ვერც ქრისტიანულ ცნებათა კოდექსს და ვერც მის ერთგულებას. ვერ უშველიდა მწერალთა თანადგომა, ვერც ვაჟა-ფშაველას სახელი დაიფარავდა, თუმცა დაეფარა კი არა, უფრო გაახელებდათ მისი ხსენება. დასახვრეტი ის იქნება თუ იქნება, ნეტა ცოტა კიდევ ეცოცხლა და მისი სამოსელით გაგვეხო და მის კვართზეც გვეხარა წილიო. აკი ძველი სემინარიელები იყვნენ და ამისთანა ფრაზები უნებურად ჩარჩენოდათ მეხსიერებაში. შეიცვლებოდა საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება ვაჟას სახელისა და ხსოვნის მიმართ და 50-იანი წლების დამდეგის სამთავრობო იერიშს თუ არ ვიგულისხმებთ, ქართული ლიტერატურის კლასიკოსად დამკვიდრდებოდა, მისი ნაწერებიც დატრიალდებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების მდინარებაში და მისი ფოტოსურათებიც, რომელთაგანაც ცოლშვილში მჯდარი ვაჟას სახებაც არაერთხელ შემოხვდებოდა მკითხველს და თუ ბევრისათვის ეს ერთ-ერთი კოლორიტული ფოტო გახლდათ, ეთნოგრაფები შეფიქრიანდებოდნენ სახლის გარეკანზე ფარს რა უნდა. რომელიღაც ჩვენთვის უცნობი ჩვეულებისა თუ რიტუალის ნაშთი ხომ არ არისო. ეგებ კიდეც ეძიათ და ეზუსტებინათ ფარის წარმომავლობა ფშავში მოგზაურობისას. პასუხად მხოლოდ მხრებს აიჩეჩავდნენ ფშაველები. ასეთი ჩვეულებისა თუ რიტუალის არაფერი ვიცით, არც გვინახავს და არც აქვს სმენიაო. ან კი სად უნდა ენახათ ან სმენოდათ, როდესაც ფოტოგრაფის მონტაჟი გახლდათ. ოღონდ ცხადია თვითნებური არა, ცენზურა არ გაუშვებდა ამ ფოტოსურათს პირვანდელი სახით, რაკიღა ზედ ლევანიც აღბეჭდილიყო. შერისხულ სახელებს კი საბჭოთა რეჟიმი არსად აჭაჭანებდა. ამიტომაც ამოიშლებოდა ფოტოდან მისი სილუეტი, ოღონდ სიცარიელე უცნაურად რომ მოჭრიდათ თვალს ამ ადგილის რაღაცით შევსებას მოინდომებდნენ და ყველაზე ხელსაყრელი ფარის გამოსახულება აღმოჩნდებოდა. საქმეში ჩაუხედავ მკითხველს არაფერი მოეჩვენებოდა უცნაური, დასაეჭვებელი თითქოს და რა იყო, თუ კი ვაჟა-ფშაველას სახლის კედელზე ფარი გამოჩნდებოდა.
არადა ფარს რაოდენ მზაკრული მოვალეობა დაკისრებოდა, ხელი შეეწყო ლევან რაზიკაშვილის ხსოვნის გაქრობისათვის. ასე გაიჟღინთებოდა ფოტოსურათი პოლიტიკურ ქვეტექსტით. თუმცა როდესაც გადაივლიდა ბოლშევიკურ კომუნისტური სნეულება და საქართველო იმ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, რომლისთვის თავდადებულთა შორის ლევან რაზიკაშვილიც იგულისხმება, იმ ხელოვნურად ჩამონტაჟებულ ფარს უკვე სხვა მნიშვნელობა მიენიჭებოდა და სიმბოლურად თვითონ ლევანთან გაიგივდებოდა. დამსხვრეული ფარიც ფარია, მით უფრო ქვეყნის გამოხსნისათვის თუ დალეწილა. შალვა ამირეჯიბი თავს მოუყრიდა ქაკუცა ჩოლოყაშვილის ოჯახისაგან გაღებულ წვლილს ამბოხების მზადებისას და თვითონ შეიარაღებულ შეტაკებათა ჟამს. იღუპება მისი ძმა სვიმონი, აპატიმრებენ მის მეუღლესა და ორ მცირეწლოვან ქალიშვილს, რომელთაგანაც უფროსი გოგონას ცოცხლად დამარხვასაც კი მოითხოვენ ბოლშევიკები. დაუტუსაღებელ დედას, სიდადსა და სიმამრს, რომელთაგანაც სიმამრს დახრეტენ კიდეც. თავისთავად შემძვრელი სიაა, თანაც ჩამონათვალს აკლია ანეტა ჩოლოყაშვილის სახელი, ქაკუცას ბიძაშვილის, ვისაც ალექსანდრე სულხანიშვილიც იცნობდა და მის სილუეტსაც მწუხარე აღტაცებით მოხაზავდა თავის მემუარულ დოკუმენტურ რომანში. ამ დაახლოებით 35 წლის დიდად კულტურული და პატრიოტული პიროვნების მნიშვნელოვან დახმარებას რომ უწევდა შეფიცულებს. ქებით მოიხსენიებდა მის გონებასა და მოხერხებულობას, რისი იმედითაც აგზავნიდნენ სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. თუმცა საექიმო დარგი არ დაემთავრებინა, მაგრამ ამ პროცესშიც წამლებითა და ჭრილობებისათვის საჭირო ყოველგვარი მასალითაც კი ამარაგებდათ. ერთ დღეს ის ანაზდეულად დაატუსაღეს. მემუარისტისათვის უცნობი დარჩენილა მისი შეპყრობის გარემოებანი, თუმცა იმას მაინც მიხვდებით, რომ ეს ანაზდეულობა ხანგრძლივი თვალთვალის შედეგი უნდა იყოს. იქნებ კიდეც იმედოვნებდნენ ყვალში მიყვებით და შეფიცულებსაც ხელთ ვიგდებთო, მაგრამ ვერადავერ აედევნენ ისე, ის ყოველთვის მარჯვეთ არ დასხლტომოდათ. იმდენ ცნობას მაინც მოკრებდნენ და მოინიშნავდნენ, რომ ეჭვმიტანილად ეცნოთ. მიუხედავად იმისა, რომ იგი საშინლად აწამა ჩეკამ, მისგან მაინც ვერაფერი გაიგეს და ეს ფასდაუდებელი ქალის განსახიერება დახვრიტეს. ზუსტად ვეღარ გაეხსენებინა 1922 წლის დამლევს თუ 1923 წლის დამდეგს. დამაფიქრებელი კი ისაა, რომ ეს იყო მანდილოსნის დახვრეტის პირველი შემთხვევა საქართველოში. ნუ თუ ესეც ევალა ჩოლოყაშვილთა ამ ოჯახს და საერთოდ ამ საგვარეულოს ქვეყნის წინაშე, სასიკვდილო განაჩენით პირველად დასჯილიყო ქალიც ამ წიაღიდან ყოფილი. ცოტა გაიღეს განა ეს მსხვერპლიც, მათ რომ არ მოკითხოდათ, მაგრამ რატიღა სამიზნეზე წამოიმართა ქაკუცა. ამგვარი შარავანდიდაც უნდა გაბრწყინებულიყო ჩოლოყაშვილთა ტრაგიკული გალერეა. სისხლის მითოს კი ეს ეპიზოდით შემატებოდა. პირველი შემთხვევაო. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.